Დაპირეთერში კიდევ ერთი მსოფლიოში ცნობილი მომღერალი და გრანდიოზული სანახაობა ბათუმში ზღვისპირა ქალაქმა MTV Live Georgias და ენრიკე იგლესიას უმასპინძლა. ესპანელი პოპ მუსიკოსის სცენაზე დაგეგმილზე დიდხანს დარჩა და ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის როგორც ძველი, ისე ახალი სიმღერები შეასრულა. იგლესიასთან ერთად მაყურებლის წინაშე ქართველი მომღერლებიც წარსდგნენ. ევროპის მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ხალხთან ერთად კონცერტს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. პოპის ესპანელმა ვარსკვლავმა ბათუმი გამთენისას დატოვა. MTV Live Georgias მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უამრავი ადამიანი ნახავს. გაგით მარჯოთ. მეგავარსკვლავი ზუსტად 10 საათზე გამოჩნდა ევროპის მოედანზე სპეციალურად მასთან შესახვედრად შეკრებილი ათასობით მაყურებლის წინაშე. ენრიკე იგლესიასმა ბათუმელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ლაივში დაგეგმილზე დიდხანს იმღერა. მომღერალმა ბათუმის ცენტრში შეგრებილებთან საათი და 20 წუთის ნაცვლად საათნახევარზე მეტხანს დაჰყო და მაყურებელს ცნობილ ჰიტებთან ერთად ახალ ალბომში ეიფორიაში შესული სიმღერები შეუსრულა. მადლობა! სანამ კონცერტს ჩავატარებ, არასოდეს არ ვიცი რას ველოდო. ასე იყო თქვენს შემთხვევაშიც იმედი მქონდა, რომ კონცერტი კარგად ჩაივლიდა, თუმცა საღამომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არაჩვეულებრივი პუბლიკა იყო, ხალხმა ძალიან თბილად მიმიღო, დადებითი მუხტი მოდიოდა. ბათუმით და ქართველი ხალხით მოხიბლული ვარ. დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი მიღებისთვის. ენრიკე იგლესიასის გამოსვლამდე სპეციალურად MTV Live Georgias-თვის მომზადებული სცენიდან ქართველი მომღერლები სტეფანე და სამი გოგო სოფო ნიჟარაძე და ელდრაინი ზრუნავდნენ ევროპის მოედანზე შეკრებილების განწყობაზე. მოხიბლული ვარ სცენით, იმიტომ რომ მართლაც რომ ეს არაჩვეულებრივ სცენაზე არასდროს არ მიმღერია და მქონდა ამის პატივი და ნუ რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველა ჯგუფისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა და ძალიან ბედნიერები ვარ. კონცერტის შემდეგ მე შევესწარი MTV-ს პრეზიდენტის მოადგილის შეფასებას. სტეფანეს ესაუბრებოდა და ისეთი სიტყვები მოვისმინე, მე უბრალოდ არ შემიძლია ყველაფერი გადმოგცე და ვარ უბედნიერესი დღეს, რომ ესეთი მაგარი რაღაც მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. ენრიკე იგლესიასის ფანებმა ევროპის მოედანზე ადგილების დაკავება კონცერტამდე 10 საათით ადრე დაიწყეს. ქართველი მსმენელის გარდა MTV შოუს ბათუმში მყოფი ტურისტები და სპეციალურად ამ დღისთვის ჩასული უცხოელების დილიდან ელოდნენ. 10,000-ობით მაყურებლიდან ორგანიზატორებმა მხოლოდ 8,000 მისცეს მეგავარსკვლავის ლაივში მოსმენის საშუალება. მათ კი ვისაც ვერ გაუმართლა, კონცერტისთვის თვალის დევნება ბულვარში და თეატრთან დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე შეეძლოთ. ძალიან მომწონს კონცერტი, ბათუმით ძალიან მიყვარს. სპეციალურად MTV შოუსთვის ჩამოვედი, საოცარი განწყობაა. სპეციალურად კონცერტისთვის არ ჩამოვსულ ვარ, თუმცა ძალიან გამიმართლა, რომ ენრიკე იგლესიასის ლაივში მოსმენის შესაძლებლობა ბათუმში მაქვს. ვუყურებ ხალხს და ყველა ძალიან ბედნიერია. უზომოდ მიყვარს. ეს მომღერალი, გიჟდები, ამ მომღერალზე ვარ აღფრთოვანებული და ძალიან გახარებული. MTV Live Georgia ახალი დაწყებული იყო მოულოდნელად ხალხში საქართველოს პრეზიდენტი რომ გამოჩნდა. შოუს და განსაკუთრებით ენრიკე იგლესიასის მოსასმენად შეკრებილმა მსმენელმა ცოტა ხნით კონცერტი დაივიწყა და მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევასა და მისალმებას ცდილობდა. ზოგიერთმა პრეზიდენტთან ევროპის მოედანზე სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც მოახერხა. შოუ 20 საათზე მეტხანს გაგრძელდა კონცერტის დასრულების შემდეგ მსმენელი ემოციებს ვერმოხდა. დუშეთიდან ჩამოვედი ჩვენ განსაკუთრებულად ენრიკესთან შესახვედრად, ძალიან მოგვეწონა და ასეთი კონცერტები თუ ხშირად ჩატარდება, ძალიან მოხარულები ვიქნებით. იყო უმაღლეს დონეზე, ძალიან სიამოვნები ვარ და გამიხარდა და საერთოდ დღეს ბათუმში ვარ. ძალიან მაგარი კონცერტი იყო და რასთავარია ხალხს მოეწონა და იგლესიას მოეწონა, ენრიკეს მოეწონა ძალიან ეს ხალხი, იმიტომ რომ ბევრად მეტი ხანი იმღერა, ვიდრე იყო დაგეგმილი და ძალიან ლამაზი შოუ იყო თვითონ შივქებით, იმით, ამით, მთელი ორგანიზებით ეს ეტრიალებს 3 თვე, მთელი მსოფლიო ნახავს, მილიარდი ადამიანი, ძალიან მაგარია. კონცერტის შემდეგ შოუს გავლენის ქვეშ მყოფი მსმენელი დიდხანს არ იშლებოდა. MTV Live-ში შთაბეჭდილებები ბათუმელებისგან და ქალაქის სტუმრებისგან პრეზიდენტმა პირადად მოისმინა. რამდენი საათი იქ? 5 საათი იქ და კიდევ ამდენ ძალა გაქვს ენერგია.
აი მე ხო იგლესიასი არა ვარ. ენრიკე იგლესიასმა საქართველოს უკვე დატოვა MTV Live ჯორჯიას მალე 150-ზე მეტ ქვეყანაში 60 მილიონი მაყურებელი იხილავს.